ადრე დედამიწას დიდწილად აკონტროლებდა ერთი სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ მისი სანქციის გარეშე დედამიწის 2/3 ტერიტორიაზე არაფერი არ ხდებოდა. ის უნდა ყოფილიყო ან ინფორმირებული, ან მისი ინტერესები უნდა ყოფილიყო გატარებული. ეგ ეპოქა წავიდა. ტრამპმა თავად განაცხადა, რომ ამერიკას მობეზრდა, მაგ სოფლიო ჟანდარმის ფუნქციის შესრულება, არც მაგის რესურსები არ გააჩნიათ, აიღალნენ და ზოგადად თავისი პრობლემები აქვს დაგერ. მექსიკელები კალიფორნიას უტევენ და წართმევას ჩალიჩობენ. ხო და ანუ იზოლაციონისტურ მდგომარეობას დაუბრუნდა ამერიკა. ეგ ნიშნავს შემდეგ რაღაცას. რასაც ადრე ამერიკა თვლიდა საკუთარ გავლენის ზონად, მაგ ზონებს ამერიკა მოეშვა და ეხლა ეს ზონები დარჩა უპატრონოდ. მაგ მიმართულებით მიდის სამყარო. აი რაღაც, ხო იყო მაგალითად ბრიტანეთის იმპერია, ხო, რომელიც აკონტროლებდა ავსტრალიიდან კანადამდე. მეორე მსოფლიო ომის მერე ბრიტანეთის იმპერია დაიშალა და რაც გინდათ ის ქენით. აი მაგ იმით გავიდა. სხვადასხვა ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის აქედან წარმოიშვა. ზონებიდან რომ გავიდა, იქ შიგნით ახალი მოთამაშე ძალაუფლების ვაკუუმი. ხო, ძალაუფლების ვაკუუმი გაჩნდა და ახალი გადანაწილება წავიდა ზონების.